ეს გეტყვი და იცოდი რა. პადრი ჩემი სახელი. მარხაზი ჩემი სახელი, გინაცვალე. დაიხარეთ, როგორ ახარ? როგორ მოხდით აქ, როგორ მოხდით? თქვენ გენაცვალეთ. აი, მაღალ ღმერთს მაიცის როგორ მოხდით, მე არაფერი ვიცი. მადლობა ღმერთს, მადლობა ღმერთს. ხალხო, თქვენ აზრი არ ახართ, რა სასწაულია, ტელეფონი არ იჭერს, არაფერი არ იჭერს. მაგრამ ძალიან ბევრი საქმეა, გიგებო. მიტოვებული სოფელია. ერთმა კაცმა რამდენი უნდა გავაკეთო. დადიან ხოლმე ეს ტურისტები და ეს გოგო გამოდგა ეგეთი რა. დაახლოებით 7 საათი ვიარეთ ბორჯომიდან რა. დათვებზე მოგიყვეთ თუ მგლებზე რა. ამ ხელა სოფელს აცოცხლე. მე დავიცნე ვარ, ჩემო ძმაო. უმეტესი დაიხოცა. ეს კაცი ნამდვილი კულინარი ყოფილი. დაინახე როგორ შეწყობილო. ვაზის ჯირში ჩიტიქ ჭამდა. ხელით გამოგიტანე. სატაჟი ჩაკყარე და ფეხი გამოგიყვანე. თხოვეს რომ მეგრული სულგუნიო იქნება გამოვიყვანოთ როგორმეო და ჩემო ლამაზო სამშობლო შენ კი გენაცვალე. ვაა თქვენ გენაცვალე. წმინდა მიწაზე ხართ მოსულები ერთი რამეს გეტყვი და იცოდი რა. პადრი ჩემი სახელი. მარხაზი ჩემი სახელი, გინაცვალე. დაიხარეთ, როგორ ახარ? როგორ მოხდით აქ, როგორ მოხდით? თქვენ გენაცვალეთ. აი, მაღალ ღმერთს მაიცის როგორ მოხდით, მე არაფერი ვიცი. მადლობა ღმერთს, მადლობა ღმერთს. სიმართლეს გეუბნებით, მე არაფერი ვიცი როგორ მოხდით. გაიხარეთ, გაიხარეთ. ერთხელ ვერც რა ქვია ამ სოფელს აზრი არა ვარ, ისე მოხდით ჩემს ქვია გომნა. ზღვის დონიდან დაახლოებით რამდენია? აუ, რა ვიცი, გაჯერა გამიზომია ეს მოგო. რო გავზომავ გეტყვი. ო. ვა, როგორ გამიხარდა ეხა თქვენ და ანუ თქვენ მარტო ხართ აქ, ხო, ამ სოფელს? ულა მე და ჩემი ეუღლე. ვაი, სახში ჩევოთ ეგერა კაცო. კიდაბი. თორაკა გარეთა ახლა ზამთარში. თოვლი ფარავს ყველაფერს. ანუ 2 მეტრი თოვლი მოვიდა წერსა. ასე ზამთარი არ ამქონია ასეთი. ვა. მე ნაპრები თუ არ დავაფასეთ, შემოძმოო. არაფერს არ ეკნება აზრი ამ ქვეყანაზე. თქვენი შვილებს აი ნამდვილი ქართული თუ არ ვასწავლეთ. არაფერს არ ეკნება აზრი. მოკლედ, საფაერია. აფილტრული ჰაერია, გაფილტრული. ხალხო, თქვენ აზრი არ ახართ, რა სასწაულია, ტელეფონი არ იჭერს, არაფერი არ იჭერს. ნასოფლარია. აქა-იქ ცხოვრობს, აქა-იქ რა ორი ძმანი ცხოვრობენ. წეღან ვისაც შევხვდით, ბატონი მალხაზი და ბატონი თამაზი. ვა, რა მაგარია, მესაქონლეობაა. მაღები აქვს, კარტოფილი აქვს, პატარა ბოსტანი აქვს. ვა, რა საოცრებაში მოვხვდით. აქ კიდე რამე კარგი უნდა მოვიფიქროთ ისეთი, რომ გადარჩენისა უნდა აუღნიშნოთ კიდე ამ ბილიკებზე სიარულის და რამე კარგი კერძი უნდა მოვიფიქროთ. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, დაწყებული პირველი წუთიდან, როგორც არაჩვეულებრივი ბუნებით დავტკბით, არაჩვეულებრივ გარემოში აღმოჩნდით, სოფელ გომნაში, ჩემო ძვირფასებო, ბატონ მალხაზისთან და ბატონ თამაზისთან, აი ესეთი დამღლელი გზის შემდეგ, ესეთი მართლაცო რთული გზის შემდეგ, რომელიც გავიარეთ, მაგრამ ჯერ სასწაული ბუნება იყო. სასწაულად ლამაზი ყველაფერი იმითი რომ თან ძალიან დავიღალეთ, ბევრი თავგადასავლები ჰქონდა გზაში, მაგრამ ესეთ ძვირფას ადამიანებთან, ესეთ ძვირფას სოფელში რომ მოვხვდით, ძალიან გვიხარია ეხა ჩვენ და
ხათამი დაგვიკლეს და ამ ხათამს შემოგთავაზებთ ჩემებურად ბუნების ღია გარემოში, სოფლის პირობებში, როგორ შეიძლება რომ შევწვათ, როგორ შეიძლება რომ თავიდან მოვამზადოთ და როგორ შეიძლება რომ ხის შამპურზე ეს ყველაფერი გავაკეთოთ. გამოიწერეთ, დაგვალაიქეთ და დავიწყოთ. გავამზადებ შამპურს. მოვიფიქროთ, როგორ გავაკეთებთ. ხარიხაზე დავდებთ, თუ შამპურს გავაკეთებთ, მოვძებნით, თავარია, როგორ მოვჭრი ხეს და იმის მიხედვით გავაკეთებთ ყველაფერს. აი, მოვიდა ბატონი მალხაზიც. ბატონ მალხაზ. ისეთ განაცვალე. რა კარგი დროს მოხვედით. აი ეხა შეგეწია თუფალი. თქვენ რო დაგვიკალით. თქვენ რო დაგვიკალით, ბატონ მალხაზ, ხათამი. აი, ეხლა რომ შებრატოთ. ხო, აი, გვინდა რომ შამპურზე ჩვენებურად. აი, ესე გვინდა რომ შევწვათ. მანამდე ცირე პატარა ისტორია მოგვიყევით ამ სოფელზე. იგენაცვალეთ, ეხლა მოგვიყვებით ლამაზ ისტორიას ამ სოფელზე. კი ბატონო. უფალმა ინება ერთვენიერდეს 5 მაისს ამოვედი აქ ერთი ბარით. სიმართლე ეს არის. ამოვერდი ერთი ბარით რომ დამეცესა და კარტოფილი მომეყვანა. ზაფხულში ყოფილიყავი და ზამთარში წავსულიყავი ისე სახში როგორც ხალხი აკეთებდნენ, მაგრამ რა ვიცი ისე მოხდა რომ აგერ 4 წელი გამიხდება 5 მაისს აგერ 2 დღეში და აქავარ ისე ვისე ზამთარში და ზაფხულში. დროგას ყავს უკვე შემოლამაზო ხალხო არის ძალიან უძველესი სოფელი. ეს იმდენად უძველესი სოფელია რომ იმ დღესა ყვასე გადაცემა მოვისმინა რომ ბორჯომის უძველესი სოფლები. რადიოში აქ რას მოусმენ ისეც ტელევიზორის ანდაც ჯერ არ მიდგას. ხო და ასეც გვეს რომ ბორჯომზე ნელზვის ხეობა ახალდაბაშია ბიჭებო. თორი აგერ თავზე გვაქვს სოფელი და ეს სოფელი დაასახელეს გოვნა. აი რამდენად ძველი სოფელია. აგერ მაღლა უძველესი ღვთისმშობლის ტაძარი დგას. დაანგრეულია, მაგრამ გადაუხურეთ ჩვენ როგორც შეგვეძლო ადამიანებმა. საფლავებია, ჩემო კაი ხალხო, იქა როა ხვალ მე ვწმიდა, რამდენიც გავწმიდა და რამდენიც შევძელი 1913 წელში გარდაცვალებული ხალხი წეს მანდა. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ამ ყველაფერს თქვენ პატრონობთ აქ სოფელში. ული, გაღდგომასა საწავიდი. აი ხუნა გავდივართ, მე ჩემი მეუღლე, ჩემო ძმაო და ყვერსა იქ დავდებს და ეგ მინდა აღვნიშნო რომ მეუღლესთან ერთად ხო რა თქმა უნდა მეუღლე ქალბატონ ლელასაც ქალბატონ ლელასაც მე გაგაცნობ ხო და ავალთ იქა თითოჭიქასა მოვიგონიებთ ამ მიმცვალებს იქ რომელსაც წევანთ იმათ მოვიგებ და მათი სახელით მე მოვიგონიებ ხოლმე ჩემ მიცვალებლებს და თუ რა დამავიწყე მე თუ მაბატე და ხო ისე ზულოსწრობ მომიხსენიენით. აი ხა რამდენი წელი ბზანდებით? პატარა ბიჭო 55 2-5-იანი მაგერა. აჰა, всё. არა ჯანი ხოლმე მაგერა აი. მეთმადითხარ სანამ სუპერ სარავაშენებ მე მანამდე არ მოკვდები და. აი ოცნება არის ბატონი მალხაზის და ბატონი თამაზის ესენი ძმები არიან. ოცნება არის რომ ისევ და ისევ დასახლდეს ამ სოფელში კარგი ქართველები. ბედნიერი სოფელი იყოს და აი ჯანმრთელად უნდათ რომ იცხოვრონ და ეს ყველაფერი უნდა მე ეს აქ რაც მოვა, რასაც მოიყვანენ, რასაც უვლიან, ყველაფერი ქალაქში უნდა წავიდეს და ამიტომ ამიტომ დიდი მადლობა თქვენ. მინდა მიწა. ეხლა ჩვენ კურთხეული მიწა. მე და თქვენ ბატონო მალხაზ წავიდეთ პატარა შამპურები რაღაცეები შევკრათ. ქართულად რო ვქნათ ხეებით თუ არა კი შამპურები გვაქვს ხოლმე მაგრამ არ გინდა ისე ჩვენებურად. ხო ჩვენები ხაჭაპურის ტრადიციულად მივიღოთ ნატურალური. გაიხარეთ მადლობა წავედით. დავლოსოთ აქაურ. აჰა. აგერ არ მქონია. აჰა. აი უყურე ღმერთი დიდებული არ არის. ეხლა რასაც თქვენ აკეთებ მომოჭრათ. მე ამებს მესავჭრი აქა დავიღალე უკვე და ეხლა მოვეხმარებით უკვე თანა მე მინდა რომ ეს ძველი ქართული სოფელი ავაღორძინო სამწუხაროდ სული მეძმევა. ინდეს მაინც ვიზო ფუნდამენტს მაინც ჩავყარე. და დანარჩენი სხვა გამოჩნდება კიდე ვინმე მე და მე ის გააგზელებს. აბა მე ხო ვერ გამოვეკელები ამ დედამიწას. ხო მაგრამ ძალიან ბევრი საქმეა ბიჭებო. ვიტოვებული სოფელია. ერთ მაგასმა რამდენო გავაკეთე. აი ჩემი ძმასაც დაჩნიკივით ამოვა ზაფხულში და მიდის ხოლმე ზამთარში და მე და ჩემი მეუღლე კიდე ზამთარ ზაფხულ აქ ვარ და ვშურომობთ ყველაფერში რომ დათვები უნდა განახოთ თქვენ ერთ დღეს ხილათი არ ეთქოლმე. აი დათვები რომ დავაგვიანებ ხოლმე შეხვედრასა სად იყავიო ასე მეუბნეო რომ შევხვდეთ.
სადაც დავდივარ და სადაც ფეხს ვარ. ვამზადებთ ქათამს. შევქმნით, გავალამაზოთ. ხო ისი აღარ გავიწყეს ესა მარტო ქათამი არ გაქვს შესაძლოა. ყველიც უნდა მოიყვანო. კი ბატონო. შენ ხელით უნდა მოიყვანო ყველი. კი ბატონო. აი ეგეც ერთი ტრადიციაა მთისა. დადიან ხოლმე ეს ტურისტები და აი ეს გოგო გამოდგა ეგეთი რა. დაინტერესა ყველაფერი. ყველა სამ ძრო ხარ მოწველა. სანამ ყველი არა მოიყვანა თავის ხელთან გააკეთა არ წავიდა 4 დღე იყო აქა. ქათამი შევტულსეთ და უნდა გავდეცხოთ. აი ეს რამდენი წელია ესეთი არ მინახავს და აგერ ამ ლამაზ ოჯახში კოკა წყალი მომიტანეს. დაახლოებით 7 საათი ვიარეთ ბორჯომიდან რა. დაგვაღამდა მოკლედ არ მოველოდით, ანუ სხვანაირად გეგმავდი ყველაფერს, რომ მინდოდა დღის შუქზე გამეკეთებია კიდე ბევრი რაღაც კერძი სადმე ტყის პირა დასახლებულ ადგილზე, მაგრამ დაღამების პროცესში შევხვდით ამ ღვთისმიერ ხალხს და ყველაფერში დაგვეხმარნენ ბატონი თამაზი და ბატონი მალხაზი. როგორც გავიგეთ, ქალბატონი ლელა თურმე ამზადებს სუნელებს და გვითხრა შემოგთავაზა რომ გვაქო და თუ გინდათ გააკეთეთ ამითიო და დიდი სიამოვნებით მინდა ეხლა რომ დავამუშაო ეს ქათამი ამ სუნელით წაუსვევთ. რაღაც სასწაული არომატი აქვს. ესეთი გემრიელი ჩანს. ცოტა ციცაკა აქვსო. ცოტა ხმელი კინძი და აი ეს რო თქვა, მე უკვე გაჩერდა, იმიტომ რომ ეს საფირმოა ყველაფერი და ამ საფირმოს ჩვენ ბოლომდე აღარ ჩავეძიეთ. თავარია გემრიელი გამოვიდეს. ვაყრით მარიოსაც. ეხა წამოვაგოთ სამკავი. სამკავი ქვია ამ შამპულს. თქვენ წარმოიდგინეთ ელექტროენერგიაც კი არ შემოდის აქ და მხოლოდ და მხოლოდ მზის ენერგიით იკვებება ეს ორი ოჯახი. ჩვენ გავამზადოთ ჩხალი. დავადეთ ჩვენი ქათამი ნაკოჩხალზე და დაიწყებს პიცკინს. გამოგვიწერეთ, დაგვალაიქეთ და არაჩვეულებრივად გამოვიყვანოთ ჩვენი დედალი. წყაროს წყალია, წყაპრული, სივი, თის წყალი. ინაცვალი ბიჭებო. აი ახლა ასეთი რამე მინდა ვთქვა რა. აგერ ვზივართ ლამაზად იწვება აგერა. კოქდათა მთის წესი და კანონით აგერა. შამპურზე დედალაი რო იწვია. დათვებზე მოგიყვეთ თუ მგლებზე რა, რომელი უფრო გაიტერესებს. აი წეგან რო დაიწყეთ და მოგვიყევით ის გამარჯვებას მოგეუბნებიან. ხო, დათვე რო გამარჯვებას მეუბნებიან. პირველი შემთხვევა ასეთი მქონდა რა, ამ უღრანტყეში პირველ წელსაც რომ ამოვედი. თან შეშინებული დავდივარ. ყველგან ყვილის მის ხანთასთვის ბღავილია ხანის ის არის მეშინია. ბუნებრივად ადამიანი ხარ რა. კი ღმერთსა ლოცულობ ბებედრები და მაინც ღვთის იმედი მაქვს და ღვთისმენი დავდივარ. ასეთი რამე ხდება. ცხენითა დავადეგი დასვა თავზე თან ვერ ხედავ დათვი იფხელა ბალახი იყო. დედას პიცავარ ნამდვილი დათვი ეგრე აიბურძნა ბიჭებო და წამებში გაქრა. ისე რომ ამე შემომიწია ანისა, გაქრა და წავიდა. აი მაშინ მივხვდი რა ძალა ქონია თურმე ადამიანს მთაში და ტყეში. მე ისიც მომეწონა წეგან და თქვი თქვენ ბატონ მალხაზ რომ ნადირსო არასოდეს არ ვკლავო. ისინი ისეთი ლამაზები არიან სინამდვილეში. მივხვდი თუ დავდაგდებენ ჩვენი ანგელოზები. თქვენი გაზრდილი ისიც ხო ყავდათ, თქვია შველი. შველი გავზარდე სახში თელი ზამთარი. ასე ვიდეოებიც გადაიღო ხელით ვაჭვე სიმისა, ასე მაფერებინებს. გაზაფხულზე გავაღე კარები და თუ წავამეთქი და წავიდა რა ვასიზავდა წყის ნადირია და წასულიყო კიდეც. უფრო დიდი სასწაული მე ის მოხდა რომ
ამ დროში დავდივარ ცხენი მოიპოვრო ქალაქში წავიდე. გადავდივარ და ჩემი ორი ძაღლი წევს. და ეშვენი დგას მას გვეში და ზოვს. ძაღლებთან ერთად თქვენ ჩემ ძაღლებს ეგ ხო ერთად ერთად დაიზარდე. ამ ხელა მადლიან საქმეს აკეთებთ. ხელა მადლიან საქმეს აკეთებთ ისა ბატონო მალხაზრო. მე არც მიკვირს რომ თქვენ ესე სალმონებს, ლოცვებს, ყველაფერს ვკითხულობთ, იმიტომ რომ ამ ხელა სოფელს აცოცხლებს. მე დავიცნე ვარ, ჩემო ძმაო. და 7 საათი გამოვიარეთ, ვერაფერი დასახლებული ვერ ნახეთ, ვერავინ ვერ ნახეთ, ვინც ანუ სულდგმული ვიღაცა რომ გვეტყოდა იქით არ წახვიდეთ, ერთადერთი რაღაცა მინიშნებებით, რაღაცა ის ხო, დახატული რაღაცებით, ისე გაგვიმარტივდა მაგით სიარული რომ და ის პირველი ის რო ნახეთ, აი იქიდან რო ჩამოვედით მდინარე ხო ქოხი დავინახე და პატარა ბავშვით ხო ისე თან უკვე გვაღამდა მაგრამ თან მაქამდე მოხვედი კიდე რამდენი გამოიარე აუ ქოხის მერე იქ ქოხის მერე მეთქი всё მოვედით მოვედი აი მოვედი რაღაცა დასახლებულთან მაგრამ რა დასახლებული იმ ქოხის მერე რავი აღმართი რა ჭაობები რა ისინი ტალახები ეს სამყაროი ახლა კომუნისტებმა ისე ქნეს რომ ადამიანები გაადევნეს ასეთი რამე მოხდა რა ბიჭებო ახლა ჩოლო სოფელი იყო უკუნისამდე რო იყო დასახლებული ცხოვრობდნენ ამას კარგად და ომი რო დაიწყო მეორე მსოფლიო ომი ყველა მამაკაცი წაიყვანეს ომში უმეტესი დაიხოცა 1-2 თუ დაბრუნდა რა იქნება ახლა კომუნისტებზე ქალები დავშვები დაშინა მსოფლიოში ამ მიწასყასა მიხიდონ და მოუვა მოშრომა უნდა კაცო ადვილი ხო არ არის კაცო ადგეს მოკიდეს ყველა სახელი ჩემდა დაიყვანეს და დაასახლეს მისეს მიწები ადგილები სახლები და დაიშალა სოფელი ეს კაცო ნამდვილი კულინარი ყოფილი დაინახე როგორ შეწყობილო აბა გამისინჯეთ აი მე რო გეტყვი გემოსა ისევ არ მეიტყვის კი ბატონო აი როგორია ისი ას გამშალის ვარ უნდა იყოს ხო ისი ხო როგორ არის ვაფშე მაგარი რამეა ხო აი ნესტის აი ნაღდია რა მაგენდა ცოლოს ხელები ვაფშე არაფერი არ უნდა ძმაო რა აბა ზატნა ლაპარაკია მაგარი ვა აუ რა გემრიელია მოკლედ თქვენ გენაცვალეთ თქვენ ამე დასრულდა გაგვისინჯეს ძმებმა მეც გემრიელად შევჭამ ეხლა მაშინ მე მეასწრო ვერ რა მაგარი რამე ხო მე ხანია თაში ვარ ასე შემწვარი არ ყოფილი მე არ მიჭამია ძმაო შენ გენაცვალე ხელებში ვა შენ გენაცვალე ხელებში ნაი რაკასი ყოფილი ეს ამი უფ არა ძალიან მაგარია ხო დაზო აი ხო გომნაში ვარ ამდენი ხანია ძმაო და გამოგვიწერე დაგვალაიქეთ და ან შენ შეგვიწილე ან სხვა თქვენ გენაცვალე და თქვენ მეუღლეს და თქვენ რა ტრადიციაც დააწესეთ აქ რომ სტუმარი რომელიც ძალიან იშვიათია თქვენ სოფელში სტუმარი ვინც ამოვა თქვენს ოჯახში უნდა მივიდეს აუცილებლად და ყველი უნდა მოიყვანოს ჩემთვის ღმერთია ვინც მოდის გაიხარეთ თქვენს ოჯახში მოვიდათ ეხლა და ყველი უნდა ის ტრადიცია ყველაფერი უნდა გავაგზავნოთ თან მარტო ყველს კი არ მოიყვანს კაცო ნაოდი ცხიმი რო გადის ყველა მხრიდან გაიხარეთ აი ეგ ხაჭაპურებს შევჭამ დღესა კიდე აქედან დავიშილებით ცოტა დიდი მადლობა არ დაგვავიწყდეს უფალი ფარავდეს ყველას გამოვიწეროთ დავალაიქოთ და აბა დროებით წეღან რაც ისაუბრა ბატონმა მალხაზიმ ის ტრადიცია რაც სტუმარმა უნდა გააკეთოს ამ ოჯახში ამ სოფელში სადაც სტუმარი ძალიან იშვიათია სოფელში სადაც სტუმარი ძალიან ენატრება და ძალიან უყვართ ეს ტრადიცია არ უნდა დაირღვეს ეხლა ამ საღამოსაც და ამ ყველაფერს ვაკეთებთ ქალბატონი ლელას ამსახურებით ეს არის ყველის ამოყვანა ჩავასხამთ ყველის დედას მე მოურევთ გადავსახავთ პირჯვალს დაახლოებით 9 საათი უნდა რომ ყველი ამოვიდეს ვაზის ჯირში ჩიტი ჭამდა ხელით გამოგიტანე სატარში ჩაკყარე და ფეხი გამოგიყვანე მაინც მათ რო საყვარელო ეს ხელ არ გამიტანე ვინო მიყვარს ვინოს ვეწრფი ზომებს მატებს მაბუებს ვიზა ქვევს კი არა დედამიწას აბუნებს რასით ეხარ ასე მძლავრო თეთრო შავო დალალო ვინც გაიგო შენი მადრი დღესაც ვინც მკურნალობს სადაც კაცი იბადება იქაც ვინც ლოცავენ მოკვდება და ისე ვინც ასლებენ მოთხოვენ
გთხოვეს რომ მეგრული სულგუნიო იქნება გამოვიყვანოთ როგორმეო და ხო, რო ვისწავლე. ნელ-ნელა ვიწყებთ ეხა მეგრული სულგუნის გამოყვანას. აი ესეთ გომარეობაში, აი ესეთი უნდა იყოს ამოსული უმარილო. და შეიძლება თხლად უნდა დავჭრათ. რა გაიგას გამოგვიზავნა ღმერთს მოუყურები თუ იქ კათამი შეგვიწვათ კბილად ეხლა სულგუნს გვასწავლის. ნელ-ნელა ყველის ამოღება დავიწყოთ რა. როგორც მაწვნის მასა დაახლოებით ეგრე არის. ეხლა ჯვარი უნდა გადავსახოთ. რა მაგარა გასასწავლოთ უყური. დიდება უფარო შესახებ. დალოცილი იყოს ქართული წესი. რომ ხედავ კიდევ რომ თუმე საქართველოს რაც არ დაკარგულა. არ დაკარგულა. თუმე კიდე ახალგაზრდები 120 წელს გაკეთე. მე ასე მგონია ახალგაზრდებს რაღაც აღარ აკეთებენ. აღარ სკოლის ამოყვანა უნდა აღარ არაფერი უნდა. მასე რომ ჩამოვედი უკენა პატარა მოვიდეთ და ვიყავით მუძე. აი ხალბატორლელა. ერელა უყურე. დააკვდი უყურე ხელს არ შეიძლება. ასე. всё, სულგუნის ბზათ არის. ეს ის ტრადიცია ბატონო მალხაზ რა თქვენ და ხალბატონმა ლელამ დაამკვიდრეთ ამ ლამაზ სოფელში. და მოგროვდეს, რომ ხელში დაიჭირო. კი. არიჩქარი. მოვიდეს. აატრიალე. რომ ჩაჩეს. ხინი. ოპა. ეხლა მოიღე. თელი ბავშვობა ბებია ჩემი და დეიდა ჩემი ყოველთვის ეს აი ესე ყოველთვის იმა სხვა გემოა, კაი ესე გააკეთებ და აი ესე. მოდი, მე არაფერს ოჰო ეკო. შემოლამაზო სამშობლო, შენ გიგე